Hey! გამარჯობათ! გრეპლინგის მოყვარულებო, როგორ ხარ დღეს? ხმა მომეცით! რა იყო, წინასწარ დაღლილები მოხვედით? ხმა მომეცით მეთქი, ბიჭო! აი ასე! მოგესალმებით ყველას! ვისაც მოგწონთ ჭიდაობა, გრეპლინგი, დახეთქება, მახრჩობელა თუ ხელისუფეხის საბმიშენი. დღეს ძალიან მაგარი ივენთი გველის. მაშ ასე, გუნდური შეჯიბრის გარდა, სადაც მარნეული თიმ Last Samurai-ს დაეტაკება, ასევე 3 სუპერ ფაითი გველის და პირველი ტრანზაქცია მუშტიკრივიდან პირდაპირ გრეპლინგში. მაშ ასე, მზად ვართ! ეთილი მეგობრებო, სანამ წარვადგენდე ჩვენს გუნდებს, მე მინდა ჩვენი მსაჯები გაგაცნოთ. მაშ ასე, რეფერი რინგზე საბა ბეგაძე და გვერდით მსაჯები შოთა აკულაშვილი, გიორგი ხინჩაგაშვილი, რა თქმა უნდა, მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადოთ ჩვენს ონლაინ მაყურებელს. დიდი მადლობა ყველა, ვინც გამატივიზე პირდაპირ ეთერში თვალს გვადევნებთ. წინ ძალიან მაგარი ივენთი გველის. და რა თქმა უნდა, მადლობა თქვენ პატივცემულო პუბლიკავ, მობრძანებისთვის და დაფასებისთვის. მოდი ჩვენ თავებს აპლოდისმენტები დაუკრათ. და რაც მთავარია, ჩვენი კომენტატორები ტრადიციულად თემო მომაცაშვილი და გიორგი ელბუჩო ბუჩუკური. ეთილი, მოდით გადავიდეთ გუნდებზე. მაშასე, მარნეული თიმ. მე მინდა წარვადგინო გუნდის კაპიტანი იმრან მამადო. Ramil LGR. მომწანდი რამილ მუხსვენია. აპლოდისმენტები. რამაზან ვალიევ გუნდში ცვლილებებია. ოს აბდულრაჰმან ასლანო. და რაულ ისმაილო. მე მინდა ჩვენს მაყურებელს ვაცნობო, რომ გუნდის ჯამური წონა, რომელიც მათ სასწორზე გვაჩვენეს, არის 384 კილოგრამი. 16 კილო ზაპასი აქვს ბიჭებს. ახლა კი მინდა წარვადგინო Last Samurai. მაშ ასე, გუნდის კაპიტანი ლევან პატარიძე. მივესალმოთ ლევანს.
ნიკა ბერუაშვილი. ამ გუნდის ყველაზე მჩატე, თუმცა ყველაზე ლეტალური წარმომადგენელი. გუჯა ნავრუზოვი. ნავროზაშვილი ბოდიში მემაპატი. გიორგი პავლიაშვილი მეგობრებო. და სოსო შარიფაშვილი. მეგობრებო, მე ისე მივეჩვიე, რომ გუნდები ხშირად გვირღვევდნენ წონას, რომ არ მოველოდი. მარნეული თიმს თუ აქვს 16 კილოგრამი ზაფასი. ლას სამურაის აქვს 40 კილოგრამი ზაფასი. და სამწუხაროდ ჩემი ხურდა დავრჩა სახში. მათხოვეთ ლარიანი პროცენტით დაგიბრუნებ. ხოინი უნდა ავაგდოთ. არავის გაქვთ, გადმომიგდეთ რა. აი 20 კაპიკიანი იყო. მაგდენი არ მინდა, მადლობა. დანარჩენი გამაფონს დაუთ. გუნდები მოდით. პირისპირ. არიოლი თუეში. მეში არიოლი. მარნეული თიმს გამოყავს პირველს თავისი მონაწილე. ვინ იქნება ეს სიმრან? რაული ისმაილოვი. რაული ისმაილოვი დაიწყებს. ლევან, ვინ შეხვდება რაული ისმაილოვი? პავლიაშვილი გიორგი. პავლიაშვილი გიორგი. მაშასე მეგობრებო. Let's go! ფეხებში უვარდებით და ვიწყებთ გრეპლინგით. დღეს გუნდზე და სამი სუპერფაითით ვარ წარმოდგენილი. თქვენთან ერთად ტრადიციულად თემო მამაცაშვილი და გიორგი ბუჩუკური ვართ. თემო როგორ ხარ? მოგესალმებით, კარგად ვარ და ვიწყებთ პირველი ივენთით. ეს პირველი ივენთია გრეპლინგი, შეგახსენებთ 5 წევრი თითოეულ გუნდში და სათითაოდ ეჭირავებიან რა თქმა უნდა ერთმანეთს. ვნახოთ როგორ წავა მატჩი. მინდა შეგახსენებთ რომ პავლიაშვილი ეს ორივე გუნდი ლას სამურაი და მარნეული თემი ორივე გუნდი ჰავს აქ დომპისილი ჩამპტეგი შეახტა რაღაც მოხდა ხო რატომ ჩამოვარდა აქ დაყარგა პოზიცია საინტერესოა გაუშვეთ ყო კაი გრიპი არ ქონდა და ენერგია აღარ დახარჯა შეგახსენებთ ლას სამურაი და მარნეული თემი უპირისპირდებიან ერთმანეთს ორივე ყავს ნანახი ჩვენ გამას ფიჩში ორივე დათმო პირველი ბრძოლები ერთი Warriors დაეჯახა, მეორე Black Eagles დაეჯახა და დღეს უკვე დასამტკიცებელი აქვთ მათ, რომ შეუძლიათ გამარჯვების მოპოვება Gamma Fight Hall-ში. აი ამ ფორმატში, რომელიც გულისხმობს მხოლოდ submission-ებს, მხოლოდ კივნეულ მაxვენებელ ივენთებით შეგიძლიათ მოიგოთ აქ ბრძოლები. წესებს ავხსნით მოგვიანებით, დღეს მოდი ახლა მივაგებინოთ ჯერ პირველ დაპირისპირებას თვალე. ჯერჯერობით ღიაგარში ყავს პავლიაშვილს, ისმაილოვი თუმცა წამოდგენ ხენდო რომ აქტიურობას მოითხოვს რეფერი პატარა რაიან ჰოლის როლი შევიდა ადრე იმინარი რომ როლს ეძახდნენ მე UFC-და რაიან ჰოლმა მოიწონა მე მაინც მეკერძოებული ვარ თემონ არ ჩამითვალო UFC-ს კომენტარი არ გამიბრაზდე UFC-ს ვაპიარე ხოლმე სადაც შეგიძლია არ შეგეწინააღმდეგე პავლიაშვილი ცდილობს რომ რამენაირად
თქვა უნდა გავუკეთო საბმიშენი, მაგრამ ჯერჯერობით ისმაილოვი ახერხებს და კარგად ჩერდება კომფორტულად. უსაფრთხოდ არის ზედა პოზიცია უჭირავს უსაფრთხოდ ეხა სვიფიცადა, მაგრამ გაეძებს კარტპეს აქვს შანსი დააფიქსიროს. რამე ხوار ჩარჩა. არა აქვს კონტროლი რა უიდეს შოს ეს მოხრილი მუხლი, მარჯვენა მოხრილი მუხლი ცოტა უხავა, ეს ფეხი არ ქონდა გარდებული ტანს შესაბამისად ამბარის დაფიქსირება და გაუჭირდება. აიცხოვება კონდა უცებ შეუტია დაინახა მომენტი. აი გობის გასასწრებს აყოლიაშვილი. პავლეაშვილი სხვათა შორის ახალი, აი დაუწყეთ რა საუბარია, პავლეაშვილი ეს ახალი წევრი Last Samurai-ს. ბოლო მარცხის შემდეგ შემოვერთა ეს გუნდს. ორი ახალი წევრი ყავს ჯამში. Last Samurai-ს. ფეხი სულად ჩატოვა საკმაოდ, თუმცა თვითონაც აქვს შანსი საპასუხოდ. პასუხოს, მაგრამ ეხა ნახოთ straight footlock-ზე მიდის ისმაილოვი. ნახოთ რა დონის straight footlock-ი აქვს. ეხა ჰუკზე თვითონ პასუხობს პავლეაშვილი. დღეს ფეხებზე გადასვლას ხშირად ნახავთ, იმიტომ რომ უყვარს როგორც ერთი ისე მეორე გუნდს ფეხებზე ჭიდაობა. უფრო Last Samurai-ს ვიდრე მარნეული თიმს სიმართლე გითხრათ, ეხა უბრალოდ შესაძლებელია მიეცა ისმაილოვს ჩაუტოვა იქ ფეხი პავლეაშვილმა, თორემ თუნდაც ფეხზე თავისი ინიციატივით არ მიდიან ხოლმე როგორც წესი მარნეულის გუნდი, წარმომადგენლები, რომლებიც MMA-ში მოღვაწეობს, მოტესობა მათგან და ზოგადად MMA-ის გუნდია ეს გუნდი. ისმაილოვს უკაცრავად და უბრალოდ ცოტა ფეხებს სულად ტოვებს. თვითონ და აქვს შანსი რომ საპასუხო მიიღოს. რადგან რაღაც ცდილობს ზუსტად ისმაილოვი. ამ შემთხვევაში საკმაოდ ახალგაზრდაა პავლეაშვილი, როგორც ვიცი და დიდი გამოცდილება მას აი ფეხებზე ჭიდაობა შეიძლება არ ქონდეს. ხა ეთკინა ფეხი ცოტათი ისმაილოვს ეს ფიზიკას კარგად ჩანს რომ იტანდა ეს ტკივილს რაღაც მომენტში, მაგრამ გაითავისუფლა კიდევ. რა ხდება დღეს ფეხების საერთაშორისო დღეა, ფეხის ტკივილეულის საერთაშორისო დღე. შეასრულა ფეხების საერთაშორისო დღე უფრო კარგად ჩანს. შეასრულა ფეხის ტკივილეულის და გეწევა ბოლოდელი სიხარული. პავლეაშვილი გამარჯვებული. ეს არის ზოგადად რისკი, როდესაც თამაშობ. ეწოდება ფუცის ფეხების თამაში და შენ ფეხებს ზედმეტად ყურადღებას ტოვებ. ერთი გოლი. ერთი მეტოქე, ანუ ერთი მებრძოლი გამოვიდო ეხლა Last Samurai მარნეულის გუნდს. რაუნდში გამარჯვებულია Last Samurai-ის წარმომადგენელი. წესები მინდა შეგახსენოთ 6 წუთის განმავლობაში გაგრძელდება პირველი რაუნდი, შემდეგ უკვე მებრძოლი, რომელსაც უპირატესობა ექნება პირველ 6 წუთის განმავლობაში და ამას განსაზღვრავს 3 მსაჯი წუთნახევრიან ეპიზოდში. დამატებით რაუნდში მას მიეცემა უპირატესი პოზიცია და უკვე ამის შემდეგ შეიცვალა წესები ბოლო დაპირისპირების შემდეგ, ხოლო და სადაც 20-ს შემდეგ და უკვე საბმიშენის გარეშე მოკლედ არ დამთავრდება ეს ბრძოლა. პატაზე წავიდა აქ მარნეული თიმი. დათმო პოზიცია პავლეაშვილმა. ეხლა უპირატესობა რაც აქვს მარნეულ თიმს არის რომ პავლეაშვილი ოდნავ უფრო დაღლილია ვიდრე მისი მეტოქე მისი მეორე მატჩი. ამბარზე შეტევა ეხლა. ისე ფეხზე გადა. პავლეაშვილმა მეორე თუ გაუგდო ეხლა მარნეული თიმს თუ მიიყვა ესე და ყველას მოუგო მე ნახე შენ. თემო, დაუდგავ ძებთ. ბიუსტს მაინც დაუდგავ. ბიუსტი არ მოქვს, მაგრამ ბიუსტი დაუდგავ. ავარი არ გავაშიშოთ პავლესავით. თუ საულე. პავლე. შენ საულე მე საულე.
და გენიალური ქართული ფილმი აღაშურებული გამოფენა აქ რა ხდება ანვარზე ყოველ მიდიოდა პავლეშვილი არა დატრიალდა я гартშია ეხლა ეს ცდილობს გასცეს პავლეშვილს აწყობს ეს ტემპი, იმიტომ რომ მეორე მატჩია შესაბამისად ურჩევნია რომ მოახერხოს თავისი ასე გულისცემს დაგდება და დააწყაროს მატჩი და უკვე მე მოგვიანებით თუ აფეთქება დაჭირდება და შეტევების განხორციელება დაჭირდება მე განახორციელოს, მაგრამ ვალიოს საპირისპიროდ არ აწყობს ეს და უნდა ადებდეს ზეწოლას უფრო ცდილობდეს რომ გარს ადგრეთ ხზე მიიწვეთ ახალშობილ დაიცაცხოთ ის გვერდზე ალივი პავლეშვილი დაუჭირდება ვალევსკი გამოსულია პრაქტიკულად ეხა ვალიევი ფეხი უნდა გამოიღოს უბრალოდ ცოტა გამოვხნევა როგორც სამიშენების მცდელობა კინოური მახსოვებლების მცდელობა გიორგი პავლეშვილი რომელიც უკვე მე-10 წუთია ჭიდაობს სულ არის 16 წლის მეგობრებო ესეც აპლოდისმენტებს შეხვდომა შეახტა სამკუთხედზე შეახტა 16 წლის არის ვაგერ ახსენა მაესტრო და მართლა სწორად მახსოვდა კეტა ნახოთ მოახერხებს თუ არა დასრულებას სვათი ორი ოპონენტი გააქვთ პავლეშვილმა 16 წლის ბიჭი ბრავო ძალიან სუპლესი ჩავარდა ეხლა მარნეულის გუნდი ორი საბმიშენი ორი მტკივნეულით ასრულებს და აქტებს ორ ოპონენტს მითიდან პავლეშვილი მარტო ცდილობს რომ დაამარცხოს მარნეულის გუნდი ისე იყო რეალურად ჩოგლაში, მაგრამ არ ვიცი რაღაც ერთკინა შეიძლება და გუნდის კაპიტანი გამოვიდა აპლოდისმენტები გხოთ იმრან მამედოვის შემოგვიდგება ის გახლავთ სწორედ მარნეულის გუნდის კაპიტანი და სწორედ ის შეეცდება ეხლა რომ ამ პრობლემას რომელსაც პავლეშვილი ქვია მოუაროს მიხედავს ლიდერი არის გუნდის და ეხლა აუცილებლად უნდა შეეცადოს რომ მოულან და დიდი ენერგიის დახარჯვის გარეშე გააგდოს პავლეშვილი ტრიფი და ამის მერე უკვე ბევრი საქმეა კიდე გასაკეთებელი მამადოვს რეალურად მამადოვმა ეხლა თუ მაუნცი გადავიდა ფულ მაუნცია და სამკუთხედში ფუთავს თუმცა ამოუძრო ხა ხელების დატყვევებას ცდილობს მამადოვი ძალიან რთულია მესამე მატჩი ჭიდაობა მაშინ როდესაც ეს არის შეჯიბრი ხა ყველა მთელი ძალით იხარჯება აბსოლუტურად ყველა დაპირისპირებაში და წარმოიდგინეთ მესამე ჭიდაობს ზედზე ხა ეს 11 წლის ბიჭი ისე ლეგლოკ შუთაუთი ჰქონდათ სევიდან აღმოჩნდა მამადოვი ისე მარტივად გასდა გარს თუმცა ეს არ არის საკმარისი უნდა ეძებოს დროულად საბმიშენი და სუქცესს აძლევს ხა ამიტომ რამდენიმე ორიორსელი ყავს დამარცხებული ორი ორიორსელი დაამარცხა თუ სწორად მახსოვს დაპირისპირება ამ ორი გუნდის დაპირისპირებაში და ფეხების თამაში რაღაცა მიყვებიან პავლეაშვილს რეალურად ნახეთ რომ ძალიან საშიშია ის აი ამ კუთხით მუხლით ცდილობს ახლა რომ გაჭრას გარდი ისო ფეხი თოჰოძე უტევს გამოძრა პავლეაშვილი ანუ შეიძლება მაგის დასრულება მაგრამ ტანის კონტროლი როდესაც არ გაქვს ან მეორე ფეხის კონტროლი მაინც რთული არის რაიმე კონექშენი ნახავთ თქვენ გამას YouTube არხზე და გამა TV-ზე აი დარსი ხა პრეს კონფერენცია სადაც სიმრანმა ისაუბრა მამადოვმა ისო აქ მასრულდება ყველაფერი ბრავო მამადოვ აიღო რევანში მესამემ შეძლო პავლეაშვილის დამარცხება იქ ნახავთ რომ მამადოვმა ისაუბრა ზედატანის საბმიშენები მირჩევნიაო საკმაოდ კარგი პრეს კონფერენცია გამოვიდა თავისი სუპერ ფაითებით უცებულობას და ჭავჭავაძისით მაგრამ აქ
მამადომა თავის საქმე გააკეთა და სამშობლო მოიგო. ლასამურაის შემოყავთ ელგუჯა ნავრუზაშვილი. დაიწყო მეოთხე დაპირისპირება. 2-1-ია ჯერჯერობით Last Samurai-ის სასარგებლოდ. ნავრუზაშვილი, გუჯა ნავრუზაშვილი შემოვიდა Last Samurai-ის გუნდში. საკმაოდ ფიზიკურია რა მამადოვი. ზედაწონებში გაუჭირდება Last Samurai-ისო და მართალიც არის ამ ლიმიტი რაც არის 400 კილოგრამი ჯამური წონა რაც უნდა ჩააბაროს გუნდმა, ამას 16 კილოთი ჩამორჩება. მარნეულის გუნდი ხოლო 40 კილოთი ჩამორჩება Last Samurai-ში, შესაბამისად დიდ წონებში მათ უჭირთ. ой ხან მამადომა აშკარად გამოსილებით აჯობა არა მარტო წონით პავლიაშვილს, თუმცა აი ნახოთ ახლა რეალურად მოახერხებს თუ არა ნავრუზაშვილის დამარცხებას სამნიშენით. მეორე სამკუთხედი წყობა. წინ რო გაიყვანოს თავის გუნდი კიდე ორი ადამიანი ყავს გასაგდები, ნუ ნავრუზაშვილი ჩათვლით. ზეუჭიროს. საკმაოდ არ ამოძრო. ჰავგარიდან ძალიან რაღაც ისეთი შენილეთი არის, ძალიან რთულია დასრულება ბილეტინის. თან თუ ოპონენტის ნორმალურად იცავს ვარი ხალხი იცის შეუძლია დასრულება, მაგრამ ძირითადად იშვიათი არის. ახლა ფულგარდში ყავს ნავრუზაშვილს. რეალურად იმრან მამადოვი აპირებდა რომ ბოლოს ეჭიდავა. დაესვენა და ბოლოს ეჭიდავა. მოცემულობა შეეცვალა. მოცემულობა შეეცვალათ, გადაწყვიტეს რომ შემოსულიყო ადრე. რაც შეეხება Last Samurai-ის, აქ ნიკა ბერუაშვილი აპირებს რომ დაისვენოს ბოლომდე. შესაბამისად, აქაც თუ შეეცვალა რა ნახოთ მოკლედ. ბრძოლების მსვლელობისას. ჯერჯერობით Last Samurai-ის ძალიან კარგად იცის ყველაფერი ამის გათვალისწინებითაც. ჯერ ალბათ შეეცდება ნავრუზაშვილი რომ ფულგარდში ყავდეს. შეიძლება სტრატეგია ის იყოს რომ მიიყვანოს ოვერთაიმამდე და მე იქ შეეცადოს რაიმე გაკეთება, სადაც მოცემულობა ასევე იცვლება, რადგან შეზღუდული დრო გაქვს და მხოლოდ სამი შემიგშველეს. ყოველთვის არ არის რომ საუკეთესო გრაპლერი იმარჯვეს მაგ სიტუაციაში. პენლები ვითარ. პოზიციური ბრძოლა არის, კონკრეტული ბრძოლა არის, რაც უნდა იყოს ასევე დამატებით გაწევა. საკმაოდ დაღლილია, უნდა თუ შეამჩნევდით ალბათ მეორე ბრძოლას ჭიდაობს. რაც შეეხება ნავრუზაშვილს, ახლა მისი მიზანი უნდა იყოს რომ მაქსიმალურად დააღალოს. მამადოვი არ მისცეს მას დასვენების საშუალება, რომ წააგოს, არ დაასაბმითებინოს თავი და ორივე გავარდეს, იმიტომ რომ რეალურად ვხედავთ რომ ასე ვთქვათ კოზირი მარნეულის გუნდში არის მამადოვი. მიგარზე უტევს ახლა მამადოვი ჰიფებზე. ნახოთ მოახერხებს თუ არა ფეხის მოხრას. არ არის კალკულაცია დასასრულებლად. თავად მოეცა ზემოდან ახლა ნავრუზაშვილი. ძალიან დაიღალა მამადოვი. ძალიან. თან თუ ბოლოს აპირებდა ჭიდაობას, დიდი ალბათობით არ ვიცი ხა რამდენი იმუშავა მან კარდიოზე აი ამ დაპირისპირებისთვის და ამ მატჩისთვის შესაბამისად. ის გამძლეობაზე ასე ვთქვათ ვარაუდოს ვერ გავაკეთე. რაც არ უნდა იყოს ზედიზედ მატჩები, ანუ საკმაოდ რთულია რა. და სტილი აქვს ესეთი მამადოვს ახლა ნავრუზაშვილთან შედარებით, რომ უფრო დამღლელი ჩანს მისი ჭიდაობა ისმის. ანუ თან საქმეა გასაკეთებელი რეალურად რა, უბრალოდ ვერ მოიგებს, ანუ ეს თქვა რომ აი მოდი უკეთესი გრაპლერი იყო არაწყობს. გულისხმობს რომ ბევრი ყავს გასაგდები თუ დასასრულებელი. კი, ბევრი ყავს ხო გასაგდები და ანუ როგორც მინიმუმ ეს ბრძოლა აქვს მოსაგები ხო დარჩი გაუთანადეს კი.
ისევ ეძებს მარჩობელა ილეთს. ეხლა ერთი წუთი დარჩა ძირითადი დროის დასრულებამდე პირველი ბრძოლა იქნება. ეს თუ მივიდა ამ მომენტამდე, რომელიც ძირითად დროში ვერ დააფინიშა ვერც ერთმა მებრძოლმა. ჯერჯერობით პაულიაშვილი და მამადოვი ოპონენტებს ესე უბრალოდ არ უშვებდნენ სახლში. მხოლოდ ფინიშით. და ისიც ძირითად დროში. სანამ შენელდა აქ სიტუაცია, შეგახსენებთ, რომ 14 თებერვალს გაიმართება შემდეგი გამაგრეპლინგის ივენთი ვალენტინობას. თემო რას ფიქრობ? სიყვარულის დღეს ჩავახუტოთ ხალხი ერთმანეთს. როგორ ჩანს რჩება სულ 25 წამი. წამი. ასრულდა ძირითადი დრო. დიდი ალბათობით მარნეულის წარმომადგენელი იქნება უპირატეს პოზიციაზე. შეუძლია მივიდა საჯების გადაწყვეტილებამდე. წითელი კუთხეა შეგახსენებთ. მამადოვი ლურჯი კუთხე. მივართოთ საჯებს. ვისი აუპირატესობა? მარნეულის გუნდს. აწიეხე. წითელი კუთხის არის უპირატესობა, ანუ იმრან მამედოვი იღებს უპირატეს პოზიციას და მას ეძლევა წუთნახევარი რომ დაამთავროს. ჩვენი წესებით თუ იმრანმა დაამთავრა წუთნახევარში და დაასაბმიტა ელგუჯა, იმრანი რჩება. თუ არა და ორივე გადის. რეალურად გუნდურში არ შეცვლა წესები, რაც ნუ ალბათ ლოგიკურიც არის. სუპერ ფაიტებს შეიცვალა. ბატონო. თუ გუნდურში შეიცვალა. ხო, გუნდურში გრძელდება. კი, გაპრობლემდეს. 3 საათი რომ ჭიდაობს ორი ერთმანეთ. ეხლა როგორც ჩანს, ზურგი აირჩია თავის უპირატეს პოზიციად. მამადოვმა და ეცდება რომ დააფინიშოს ნაუროზაშვილი. ნაუროზაშვილის ერთ-ერთი ამოცანა არის რომ შემდეგი წუთისა და 9 წამის განმავლობაში ის არ დაფინიშდეს და მამადოვიც გამოთიშოს ასპარეზობას, რა შემთხვევაშიც იქნება 3-2 რას სამურაის. კი, ანუ რეალურად ნაუროზაშვილს ეს კაი გამარჯვების ტოლფასი იქნება, ეხლა რეალურად თუ არ დაფინიშდება და ეს შეცდომა არის ჩემი აზრით, რომ ხო იმედია ყოველ შემთხვევაში არ გადავა ხელი სამკუთხედზე. შესაძლოა მოდიფიცირებული ხელი სამკუთხედის გაკეთება ზურგიდან. უბრალოდ არ უნდა გადავიდეს ბოლომდე, რადგან პოზიციის დაკარგვა თითვლება და რისეტი მოხდება. ეს უფრო თეორიის არწმუნებაში არის ბრე, ამიტომ ორივე გადის. ხო, რა მოხდა ეხლა? პოზიცია დაკარგა, ესე გამოვიდა მამადოვმა და შესაბამისად დასრულდა ბრძოლა. ორი ახალი მებრძოლი გამოვა, როგორც ერთი ისე მეორე გუნდისგან და დაეჯახებიან ერთმანეთს. 3-2 ჯერჯერობით უკანასკნელი სამურაი, ლას სამურაი გებს ამ ჯახს. შემდეგი წყვილი. ეხლა კი ლას სამურაის ჯერია რომ შემოიყვანოს თავისი გრეპლერი. ნიკა ბერუაშვილი. რამილ ელჩიევის წინააღმდეგ. წავედით. ამ ბრძოლაში წონებში განსხვავება აშკარაა, მაგრამ ნიკასთვის რეალურად დიდ ბევრს არაფერს წყვეტს ეს როგორც თვითონებობს და სულ უსვამს ამას ხაზს. თუმცა ვიცით რომ ჭიდაობაში წონას დიდი მნიშვნელობა აქვს. კი, ნუ რაღაც მნიშვნელობა ბუნებრივი აქვს, მაგრამ დონესაც გააჩნია ხოლმე ყოველთვის, სტილს გააჩნია ბრძოლების. თუ სადმე პატარა შეული არ დაამარცხოს დიდი ეს ჯიუ-ჯიტსუ არის. ცოტა კლიშე გამონათქვამია, მაგრამ არის, თუმცა ბუნებრივი წონასაც აქვს მნიშვნელობა.
ამ საუკუნეების განმავლობაში არსებობდა გამოთქვა დიდ კაცსა პატარა კაცთან როდის გასვლია მართალიო და მე სადღაც მე-20 საუკუნის შუაში გრეისიებმა თუ დასაწყისში გრეისიებმა მე მეგონა იტყოდი რომ პისტოლეტი გამოიგონეს. ადმინდა იარაღი როდესაც გვაქვს ჯუჯიცუ აქ ეხლა ბერვაშვილის გარდშია ელჩიევი წამოწვა ბერვაშვილი ისვენებს ხო ეხლა რატომ არის სამურაი პროტეს პოზიციაში იმიტომ რომ შეუძლიათ უბრალოდ გავარდნენ როგორც ერთი ისე მეორე არ დასაბმეთეს არც ერთი არც მეორე და თავის ოპონენტებს გააგდონ და მოიგებენ ამ ბრძოლას მაგრამ თემო ესეთ გამარჯვებაში არ სანახაობაც მნიშვნელოვანია გუნდი როგორ დაამახსოვროს თავს მაყურებელს ამიტომ იმედი მაქვს რომ შეეცდებიან შეტევას ეხლა ნუ აი close guard-დან აი ეგეთ შეტევები მე ძალიან არ მიყვარს რასაც ელჩივი აკეთებს ამერიკანას უტევს მოსანახაობას რაც შეეხება დღემდე ყველაზე მაგარი მატჩი რაც შედგა იყო რაკოზა ნოსტრასა და ლეგიონს შორის სასწაულო დაპირისპირება იყო ის აქ ხედავთ რომ ნიკა ბერვაშვილის გულშემატკივრები ხარია შეკრებილების ლასტ სამურაის კაპიტანი გახავდა მწვრთნელიც ამავდროულად ეს ის დატვირთვას თავს ჩიევი გამოიყენა სიტუაცია ფიტი კარგად ფულ გარჩი ყავს ნიკას რა თქმა უნდა ხა ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ რომ წონაც თამაშობს თავის როლს ბერვაშვილმა მერაბ დუალაშვილის წიგნიდან აიღო რაღაც რჩევები და პუბლიკაზე მუშაობა დაიწყო სად არის ჩვენი ცუკერბერგი? ნუ ეგ დომინანტურ პოზიციებიდან არის საჭირო. აქ ხა ელჩიევი ხელს კი უკონტროლებს, მაგრამ არანაირი პოზიციური წინსვლა არ აქვს მას. მხოლოდ აქცევას ახერხებს ბერვაშვილის უკვე მეორედ და გარც ვერ ხდება, კი. გარც ვერ ხდება, ვერ ხსნის. არც ცდილობს გარდის გახსნას, იდეაში მხოლოდ ტანის დაფიქსირებაზე მუშაობს. ზოგადად ცდილობს ხა ფეხებით პოზიციონირება ისე გააკეთოს რომ გახსნას გარდი, მაგრამ ხა აქვს შანსი უფრო კარგად უნდა დააწვეს. გვერდულად თუ შეტრიალდება უკეთესი შანსი ექნება პრინციპში. არა, საჭირო აი დაჭერა მუხლის, უბრალოდ დააწვეს ზევიდან. თან ნოუგიში სადაც უფრო სრიალა დასაცმელი აცვიათ, დიაში შედარებით გისთან მარტივია. გარდი ახლა თუმცა ბერვაშვილი უცხოელ თავით არ მოვდება ამ კუთხით. კი, ნუ გაცრებთ რთული არის close guard-ის შენარჩუნება ნოუგიში ვიდრე გიში. მაგრამ ნუ აი ესე მორიგი stand-up-ი ააყენეს მებრძოლები, მოჭიდავეები. აი აზრია. მიაწვა ახლა უკვე ბერვაშვილი გააქტიურდა ბრძოლის ბოლოს და როგორც ჩანს ხო დაეცა აქსლები არ იყო ეს დაეცა უბრალოდ ბერვაშვილი ანიშნა თავისი არის კარგად ვარ და გაიწვა წაეხმარელში ხო მაგრამ ტექნიკურად სლებად არ ეთქვა ლეგალურობის შანსი ყოველ შემთხვევაში არ დახმარებია რომ არ დაცემული ხელი არ შეუშალა ხელი არ შეუშალა ეთჩი დაცემაში კი ჩვენს მაყურებელს მინდა ვთქვა ამ შერკინებაში წონით სხვაობა არის 14 კილოგრამი მეტა რომელი უფრო მძიმე რა თქმა უნდა ელჩევი ერთი წუთი დარჩა ბრძოლა თუმცა ნუ ასაკშიც დიდი სხვაობა არის ხო ეგეც ალბათ ფაქტორი არის ბოდიში 24 კილოგრამი 24 კილოგრამი სხვაობა ასაკში რამდენი ასაკში 24 წელი დავიჯერო ალბათ არა არა
თქმა უნდა. ჰუმანიტარული მათემატიკაში არ ვარ. ვერა ხერხებს აი ეს შეხტომით მიწაზე ჩაყვანას ვარს ალბათ ხო? გარჩი ჩაყვანას. კი, გარჩი ჩათევას ვარს, მაგრამ close guard-ინა რეალურად ვერ ქმნის ვერც ბერუაშვილი მომენტებს. უფრო ღია guard-ინა ექნება შანსი რაიმე leg-lock-ზე შესულიყო. და ეხლა დიდი ალბათობით გადავალთ overtime-ში. სულ 15 წამი დარჩა და მანდაც ძალიან გაუჭირდება ისევ მინარი როლი, მაგრამ დასრულდა ძირითადად მოიწურა ციფრულ ხესაძლებელი უპირატესობა სერფონად და რა პოზიციას აირჩევს დანიელ ჩიევი თუმცა არჩევს რა თქმა უნდა ბექტეიკი რა თქმა უნდა ნახოთ ახლა თუ მოახერხებს მარნეულის თემი მარნეულის გუნდი შესაძლებლობის გამოყენებას იმიტომ რომ რეალურად მე 2-1 ერჩებიან და ძალიან გაუჭირდებათ უკვე დაამარცხონ ერთ კაცს 2 ადამიანს დამარცხება. თუმცა პატარა ზომის მოჭიდავე გარჩება მარნეულის გუნდს. ანუ ჰაერი ვიჭირდება ახლა მარნეულის გუნდს ეს გამარჯვება. გამოძრა ბერუაშვილი და ეს დატრიალებს. მოასწრო გამოძრავნა საქმე შეინდა საკმაოდ ადრე, რაც ნიშნავს, რომ ორივე გრეპლერი გადის ფაით პიტიდან და მარნეული თიმს რჩებათ. ახლა გამეორება მომენტი ფესტივალზე არ შეუშავა ჩვენ რაღაცას ხელი ბერუაშვილს ადამიანი ხოლო მარნეულის ლას სამურაის კი ორი კაცი ყავდა. ახლა კი შემოდის სოსო შარიფაშვილი. სოსო შარიფაშვილი. აქ წონებში სხვაობა არის 27 კილოგრამი ბატონებო და ბატონებო. სხვაობა. ჩემო, აბა ვნახოთ. 7 კილოთ ჩატეები არიან ამ მატჩში და კიდე ერთი დარჩა ლასა. ახლა და ფიზიკურობის ხარჯზე ხარ ხებს. ნუ ტექნიკაც შესანიშნავი გაჩვენება. ნუ საუჩოკი. ალეცნილობს მიყვარო საქმე ბოლომდე და გამარჯვებულია ლა სამურაი. ამ შეკინებაში გამარჯვებულია სოსო შარიფაშვილი და ეს ნიშნავს, რომ ლას სამურაი ხევანდელ შეხვედრას იმარჯვებს ხოთ გუნდები. სამურაი გამარჯვებულია. გამოცხადით საჩთან. მაშასე ამ შეკინებაში ამ გუნდურ შეჯიბრში გაიმარჯვა გუნდმა ლას სამურაი. ხოთ აპლოდისმენტები დაუთმოთ ასევე მარნეული თიმს. საკმაოდ კაი ჭიდაობა შემოგთავაზეს. მე მივდივარ გუნდის კაპიტანთან, რომელიც არც გაოფლიანებულა. აი, ნერვიულობისგან მაინც არ გაოფლიანდი ლევან. ეხლა ნერვიულობისგან რა თქმა უნდა, მაგრამ მოდი ერთს ვიტყვი, გუშინ ივრანა იძახს და მე საერთოდ არ გამოვალო და მე მომიწია ეგრე აგერ. მასეა, კი ბატონო. პირიქით დატრიალდა ყველაფერი. მომიყევი, აბა როგორი კმაყოფილი ხარ თქვენი გუნდი? ასეთი ტაქტიკით და სტრატეგიით აპირებდით თუ ბევრი ექსპრონტით მოხდა რა? უფრო ექსპრონტად მოხდა. რავი, მადლობა ბიჭებს. მართლა ყველაფერი დადეს.
მადლობა მარნეული ტიმს, გაიბიჭები არიან. ჩემებით ვამაყობ გიო, ნიკა, სოსო, გუჯა. რავი. მადლობა გამას, მადლობა მაესტრო შენ. მადლობა მაყურებელს მობრძანებისთვის. მობრძანდით შემდეგში კიდე შემოგთავაზებთ სანახაობას. ლევან, შენის ნებართვით თქვენ გუნდის ყველაზე წლოვანებით მცირე წლის მოასპარეზეს მინდა ორიოდე სიტყვა დაგვითმოს. გიორგი, ძალიან შთამბეჭდავი იყო შენი. ორი კაცი გააგდო, ხო? როგორი იყო, როგორ მოგეწონა, როგორი კმაყოფილი ხარ შენი თავით? მადლობა გამას ამ შესაძლებლობისთვის, მადლობა ჩემ ტრენერს და შრომა ყოველთვის პასდება. შესანიშნავი. მიულოცოთ, აპლოდისმენტები მეგობრებო. გეონდელის აღამოს გმირი ლას სამურაის ახალი წევრი. დიდი მადლობა ლას სამურაის ოს ბიჭებო. მაგალითობით ძალიან მაგარი სანახაობა იყო. დიდი მადლობა. მეგობრებო, ეს ჯერ კიდევ არ იყო მთლიანი სანახაობა. რა თქმა უნდა, სამახსოვრო ფოტო. თეილი მანამდე იქნება გამა რევენანტის შემდეგ კვირას 14 თებერვალს ვალენტინობას არის გრეპლინგის შემდეგი ივენთი. ეს არის 28 თებერვლის სამ ბიჭები ხო დაუკარით აპლოდისმენტები, მათ დაიმსახურეს ეს. უბრიკას ზედმეტი მორცხობა და თავმდაბლობა რო იცოდეთ არ უხდება მით უმეტეს გამაში, ამიტომ გამოხატეთ ემოციები, ამისთვის მხოლოდ მადლობელები დავრჩებით მეც და სპორტსმენები. აი გადავიდეთ, მოდით სუპერ ფაითებზე რა აზრის ხარ გამა რევენანტი არ დაგაუწყეთ მუსტიკრივი გამა ფაით ჰოლში. ოგი ჩაიშვილი მარაიმოვი პირველი სუპერ ფაითი რომელიც მე მინდა გამოვაცხადო. შედგება 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში. და მე მინდა ვიხმო აქ ჩვენ სპიცში გიგი სიჭინავა, კლუბი Black Eagles წარმომადგენელი. აპლოდისმენტები მეგობრებო, გიგი სიჭინავა. ხოლო გიგის დღეს Lock and Choke International-მა დაუპირისპირა ლასო თვალიაშვილი. ლასო თვალიაშვილი და გიგი სიჭინავა დაეჯახებიან ერთმანეთს Lock and Choke Black Eagle. მეგობრებო, საქმელი აღარაფერია საბა. Let's grapple! შეგასწრებ დღეს სამი სუპერ ფაითი სიჭინავა ლასო თვალიაშვილი ერთმანეთს დაეჯახებიან რა თქმა უნდა ორხარ ახიმოვი გაბრიელ ბარამია და უკვე მთავარი ივენთი მთავარი ბრძოლა დღევანდელი საღამოს მთავარი დაპირისპირება გიორგი ჭავჭავაძე ლუკა კვარაცხელიას წინააღმდეგ ჯიცერი ლუკა და მაესტრო ჯუნიორი ოპა ფეხზე გადავიდა ეგრევე თვალიაშვილი სიჭინავა უტოს ფეხზე ბოდიში სიჭინავა ეს Black Eagle-მა როგორც კი გაიგო რომ ფეხის ტკივნეულები არსებობსო ეგრევე რადგან რომ აი ჩვენ ამას მივხედავთ. აი კარგად გადააბიჯა ახლა სამაგიეროდ ვასომ და აქვს შანსი ახლა რომ ამოიღოს ფეხი. რა თქმა უნდა ორივე აი ამ მებრძოლის გუნდი არ არის უცხო გამაფიტისთვის ისინი რეალურად ხა მარჯვენა ფეხის თუ გადმოაბიჯებს შეუძლია რომ საერთოდ ასე გაიქცეს პოზიციიდან და რისეტი გააკეთოს თვალიაშვილს აი ესე ბატონო
თავად კისერზე მიდის. ეს დაგილოთ არა. პოზიცია ცუდი აღებული კი ბატონო ტანი. გარდის მოცლიებაზე უნდა იფიქროს. სიჭინავაც ალბათ ყველაზე კაი შანსი აქვს ისე ფეხებზე შეტევით, თუმცა აი გაცდა ეხა ვასო. საკმაოდ სწრაფად და კომფორტულად გადავიდა საით კონტროლში ეგრევე. კი ბატონო. აი ბაგი ჩოუქს ეძებს. Flying. აი ეს ჩახტომები არ არის კარგი იდეა ზევიდან, იმიტომ რომ თან ლეგლოკერთან როდესაც გაქვს საქმე, ყოველ შეიძლება იმ მსგავს პოზიციებში მოხვდე. ჯობია კლასიკურად როგორც გაცდა გარდს სხვა ტიპის შემოვლიდან, თქვა pressure pass-ით იმითი ეძებოს გარდფესები ვასომ. ამასობაში კაი შანსი აქვს სეჭინავას რომ reverse-ად გააკეთოს ამოატრიალოს sweep-ზე და თვითონ ამოშთეს ზევიდან. სეჭინავა წითელ კუთხეში, თვალიაშვილი ლურჯში, ფეხზე უკეთიათ მათ ამის აღნიშნული. აი ისევ დაждდა ახლა კეტოვა გარდფეს სინგის. მუხლი გამოტანილი აქვს თვალიაშვილს. ხო ახლა გაცდება დიდი ალბათობით თვალიაშვილი ისევ კაი მცდელობა ქონს სიჭინავას, თუმცა ვერ ახერხებს ღრმათ აღებას ფეხის. მარჯვენა ფეხით ჰუკი რომ აქვს აღებული სიჭინავას ეგ რა შეეხმარება ახლა თან უბრალოდ პოზიციას აკონტროლებს რომ ზურგი არ აუღოს თვალიაშვილმა თუ ხო და უფრო ჩარჩენილია ეგ ფეხი რეალურად რა. ჩარჩენილი არის კაფ სლაისერის პოზიცია არის ორი ამ ეტაპზე უფრო თვალიაშვილისთვის მე წარმოიდგინე თვალიაშვილისთვის. ანუ სავარაუდოდ გაიხსნება ეგ ფეხი. ჭინავს ახლა ფეხს. ცუდა წაიღო ფეხი საკმაოდ. ზოგადად კარგად წაიღო თავატარე ცუდა წაიღო თვალიაშვილისთვის კი ბატონო. ცუდა წაიღოში კარგად წაღებას გულისხმობ. მაგრამ ახლა ამოატრიალა მუხლი და გადარჩება სავარაუდოდ. შვიდად არის. ახლა ფეხს თუ გამოიღებს, ექნება შანსი რომ ზურგი აიღოს. წამოждდეს. აი ისე ღრმად ჩარჩა ფეხი. ჭინავს ფეხსა. აი გამოსულია, თავისუფალი არის მუხლი. მაგ ჰუკის საშუალებას ნაკლებად არის გამოვა სავარაუდო და გარს გაცდება. საერთოდ აღმოჩნდა. ფეხი უნდა შეიტანოს სასწრაფო მუხლი არა ვერ ახერხებს ამას სეჭინავა და აი ხედავთ როგორ საკმაოდ კარგად ახერხებს თვალიაშვილი იმას რომ აი ხედავთ მუხლი როგორ აქვს თეზოსთან ახლოს ეს არ აძლევს საშუალებას სეჭინავას იმისას რომ დატრიალდეს ახლა მეტოქისკენ თანის ჩავლება რაც აქვს კისერზე აღებული და მუხლი შეიტანოს. ფაქტობრივად ტანსაც უკონტროლებს იმ მუხლებით ახლა თვალიაშვილი გადავიდა ნორთ საუს პოზიციაში. დაუდაც რა ჯგუფურში ვნახეთ ბოლოს ეს. ძალიან რთული იქნება 30 წამში აქ სამი შენ ვნახოთ. გამარჯვება ბიჭები. აი გითხრა შეხვედრა. საგალ დაღლილი ჩანს სეჭინავა. ეს ალუცინაციად შეიძლება ნახევრად ლეგალური. ბერლი ლიგა. ისევ მარტივად გაცდა ეხა თვალიაშვილი. დასრულდა ამ ძირითადი დრო. და ძირითადი დრო დამთავრდა. მივმართოთ მსაჯებს. ვისია უპირატესობა
დიდი სიჭინავას აძლევენ უპირატესობას. ჩვენს მაყურებელს კი შევახსენებ, რომ აუცილებელია super fight-ში, რომ ჩვენ ვიხილოთ submission-ი, ამიტომ გამოძრომით ეს ბრძოლა არ მორჩება. ვიღაცამ უნდა submission-ი გააკეთოს, რომ გამარჯვება მოიპოვოს. თვალიაშვილი თუმცა სიჭინავას ჰქონდა მერეცდელობა მტკივნეულის ძირითადად ფეხზე მუშაობდა. ზურგი აირჩი ამანაც. უკვე ჩაკეტება არ მარს ავირჩევდით ემო. აი მხოლოდ თეთრობის მიწოლა რო ჭირდება. ხელის გახსნის ვარიანტი არ არის. მაშინ არ მინდა. მაგრამ ხო. აი სამკუთხედი აქვს შეკრული, თუმცა ცოტი ძალიან სტაბილური არ არის, რადგან შიგნით არის მაინც ფეხი. გულს ხომ მარჯვენა ფეხს რო, ფეხებს შორის რომელიც არის მოქცეული. თან ქვევით ხარეს ჩაკეტოს, ხომ მაიდიაში გადმოტრიალდება ეხლა. მაგრამ აი კუთხეს აძლევს ეხლა და ამითი ამაგრებს უფრო და აი გაიტანა გარეთ. წუთნახევარი არ არის ბევრი დრო ზურგის დასაცავად. თორემ მაშინ როდესაც დიდი განსხვავება შესაძლებლობაც არაა ცოტა დრო რა, ანუ ხამაზე მეც ვერ მიცემ რეალურად რა. თორე აქ ხო თავისით არ მოხდა აქ ასე ვთქვათ დასვეს, მიცეს ეს შანსი და წუთნახევარში რაღაც უნდა მოიმოქმედა. თუმცა სუპერ ფაიტებში მე თუ შენ თვითონაც არ დასაბმეტი, გექნება ისევ შანსი დამატებით კიდე წუთნახევარი, რომ უკვე შემდეგ ჯერზე იქნებ რამე გამოგივიდეს და ასევე ამოძრა თვალიაშვილი. ვასო გამოძრა, რასაც ნიშნავს, რომ ახლა სიტუაცია შეტრიალდება და ვასო თვალიაშვილი იღებს ზურგს და გიგი შეეცდება, რომ დაიცას თავი. თვალიაშვილი დომინანტურ პოზიციაში. კარგი არის ეგრევე სამკუთხედი შეუკრა, სწორი გაწყვეტილება თვალიაშვილმა. თუმცა ეგრეთ წოდებულ არასწორეს მხარეს არის, ეხლა თავისი სურვილით არა, თუმცა კვანძის მხარეს არ არის კარგი ყოფნა, ზეწოლაც არის ფეხებზე და ასევე ნაკლებად ეფექტური არის ვერ იყენებ ფეხების მოსაჭერად. ეს სამკუთხედს იყოს ზევით. თან ფეხით შეგნით აქვს შეტანილი, აი იდენტური პოზიცია რაც ხდებოდა სიჭინავას შემთხვევაში. რეალ სიჭინავას აქვს შანსი რომ ანუ გააჩნია რომ როგორი ფეხები აქვს ასოს მაქენ სამი შეწკეთება. ეს იმ სამიშეს გულისხმობ, იმას არ გულისხმობ, მე სამკუთხედის სამიშეს, რომელიც ეს ეწოლა როდესაც არის საკმაოდ კიდეულია სხვა შორის. ფეხების გადაჯვარედინებაზე არ გულისხმობ. ეგ ძალიან გამიკვირდება გამას ფიცე რომ ნახეთ. შემოტრიალდება ქვითომ სიჭინავა, არა 5 წამია დარჩენილი და როგორც ჩანს დროაკაც გავა. თუმცა დროით ეხა ფოდიდან ბოლომდე გააკონტროლა ვასო, მაგრამ კიდევ იცვლება პოზიცია. კიდევ ერთხელ იცვლება პოზიცია. მამამ ჭიდაობ, სანამ გამარჯვებულს არ ვნახავ. დელობა და ვერ დასწრება. მე 11-ს მოგინდოდათ სადისტური წესები. მე 12-ს ესე ხვალამდე აქვთ. არ არის მოტანილი გუქს. მე მჯდომარეს მძინავს თემო არ იცი ეგ ჩემზე. ეგ არ ვიცოდი. აბა რა. ეგ რა გავიგე. საკმაოდ ისეთი კარგი ჯანმრთელობის წელისთვის. ჩინური მედიცინა. ჯდომარე ძილი.
ხო, აქ დავბრუნდით ისევ სიჭინავასთვის უპირატეს პოზიციაში, ზურგი აქვს მას აღებული სამკუთხედი ჯაკეტილი, ეხა უნდა დაასრულოს როგორღაც მახრჩობელა აიღოს რენე კიჩოუკი. ეხა სახეზე შეუკრა სამკუთხედი, არ ვიცი, აქ პრომტკივნეულია, აქ ვერ დააძინებს ეს სახეზე ხელის მოჭერით. ნუ რაღაც დრო თვითონ პატივს არცემს თვალიაშვილი ხარ ცდილობებს, რაც შეიძლება ძვირად დაუждდეს. მაგრამ ნუ რავი, ალბათ იცი რა საკეთებს. მეცაც გეტყვით, ემო წვერი შეისწორა შუაგზაში. წვერი შეისწორა. კი, წვერი შეისწორა, ეხა შუა აი ამ წამს წვერი შეისწორა თვალიაშვილი. შენ რო თქვი რომ არასერიოზულად უყურებს თემას, წვერი შეისწორა. წვერი სერიოზულად მინდა თვალი. მინდა გითხრა ხელზე უტევს ხა. საკმაოდ ღრმა არის. დრო არის უბრალოდ ძალიან ცოტა. ეს კარგად ფეხი კარგად შეიტანა ხა თვალიაშვილმა და 7 წამი დარჩა. რეალურად უკვე აქ ვერ დაასრულეს ამირეც ფულებრივია. ბევრს ნიშნავს დაცვის იმედი, როდესაც გაქვს. საკმაოდ დაძაბული ორთაბრძოლა. მე მგონი ამორს მთელი ღამე შეუძლიათ ასე. თავიდან. ახლა უკვე თვალიაშვილის და თვალიაშვილი აიღებს ზურგს. ლოკენჩოუკი Black Eagle-ის გუნდის წინააღმდეგ. მოსტავის გუნდია. ისევ სამკუთხედი თვალიაშვილისგან. ამჯერად რო კაი მხარეს აქვს. კაცილოს ხელი სიზოლირება მოახდინოს, ხელი დაუბლოკოს ჭინავას, რაც კაი იქნება მისთვის. სადღაც გოლის სიღრმეში მინდა რომ რეკორდული დრო გაგრძელდეს ეს მატჩი. 90 წუთია. სოფლიო რეკორდი რომ მოხსნათ? ხო, გრეისის და 4 საათი. 4 საათი, ხო? არა, 4 საათი. 4 საათი არ გიყოს. გრეისი კიმურა, ხო? და ნუ UFC-ში ძალიან დიდხნიანები ქონია ფულის. 90 წუთიანია მაქსიმუმი რა? აი შენგენ დუბი. არბარი უკეთესი. უკეთესით შეკრას თვალიაშვილს. გამოუძრა სიჭინა. საკუთხედზე უნდა ემუშავა, შეიძლება ვერ მოახდინა პოზიციონირება ფეხების, მაგრამ ორივეს კარდიო უნდა შევაქოთ. შემოთავაზება წამყვანისგან. არბარიდან ხوار დავიწყოთ. მრავალფეროვნისთვის. მაესტრო ექსტრემალი კაცია, წესები შეუცვალა ესე ეხლა. მე პოზიციის არჩევა შეუულიათ, მაგრამ თვითონ წესები თვითონ ირჩევენ, თუმცა შეთავაზება გაუკეთა. შემდეგი შეთავაზება იქნება სხვა ოპონენტები ხო არ გინდათ ბიჭო. შემდეგი შეთავაზება ობასჯობია მეგობრობა. არა, ჩვენ გამა ფაით ჰოლში მეგობრობაზე დაფუძნებული ძალადობა არის ჩვენი მოდო. იყოს. მთელი ღამე ხო არ ვაჭიდავებთ მართლა. რამენაირად არ გავხსნით. All-Stars გავდა, მაგრამ არ აუშავს. შეიძლება ჩემამდე მოვიდა გვიან ხმა. ხელი უნდა გაუხსნას, ეხლა სეჭირავამ თავში რონდა როუზი უნდა გააღვიძოს და ხელი გაუხსნას. მაჯაზე უნდა შეუტყოთ ესე მაჯაზე. გახსნა ხელი.
მეორე ხელი დიჭერს ხელს მათ ტკივა ეხლა თვალიაშვილს და არ ვიცი რამდენად გამოუძრა ბრავო თვალიაშვილი ეს იყო აი შეუპოვრობის დამსახურება უბრალოდ უარი თქვა ყოფილა. ეხლა ხოდების არ ხელს ატეხავდნენ კი ანუ ნამდვილად გულიც დაჭირდა ეხლა მარტო ტექნიკა არ იყო აქ თუმცა ტექნიკაც ხო რა თქმა უნდა ერთი კომბინაციაში კი ბატონო ეს საუკეთესო კომბინაციაა თეო განძლიერებას დაამატებს ფიზიკური მომზადება და ჩემპიონი ყავს სახეზე ეხლა ეს სამკუთხედს ეძებს ეხლა არბარი დაიწყო მაგრამ ბლეფი იყო ეს ყველაფერი სამკუთხედზე მიდის შეგიდა მითხრა ხონს და მაუნტით სამკუთხედზე არა აქ შანსი ეხლა შეკრას აი კონტროლსაც უკეთეს კონტროლს მისცემს რომ მე არბარი გააკეთოს გამოჭკია რომ გამორჩება ბრავო თვალიაშვილი გამარჯვებული ამ სუპერბრძოლაში მართლაც სუპერბრძოლა გამოვიდა ყველაზე ხანგრძლივი ბრძოლა სერიოზული შეტაკება იყო ეს აგრესი არ კმანა ეს აპლოდისმენტები მეტი ხნაური ძალიან ჭკვერად გააკეთა თემას ყველაფერი მოექცა ზემოდან კონტროლით პირველ სკოლისა მე მინდა კიდევ ერთხელ აპლოდისმენტებისკენ მოგიწოდოთ ორივე გლობალი არის უმაგრესი ამდენი ხანი თუ გაგრძელდებოდა ეს ჭიდაობა არ მეგონა და ასეთი ტემპი ხოლო ამჯერად გამარჯვებულია ვასო თვალიაშვილი ხოთ აპლოდისმენტებით გავაცილოთ გიგი სიჭინავა ვასო თეორის საბმიშენ ეთემპი განახორციელა გიგიმ ფეხებზე საკმაოდ ძნელი მეჩაპიდან გამოგლიჯე ფაქტიურად ეს მოგება ხელიდან როგორი კმაყოფილი ხარ შენ თავით და ზოგადად გაგვიზიარე აზრები მოგესალმებით მადლობა მოგზანებისთვის ბოლოს ალბათ შეამჩნევთ რომ ტკივილისგან პირველად იმიტომ რომ არ შემეძლო გამოზრომა ეს ატმოსფერო რაც აქ არის შექმნილი ძალიან სასიამოვნოა და ძალიან დიდ მუხლს აძლევს მებრძოლს და როგორც თქვენ ასევე გამაცდილობს რომ ათლეტებს მით უმეტეს ჩემნაირს რომლებსაც ახლა აქვს დაწყებული კარიერა ხელი შეუწყო მადლობა თქვენ კიდევ ერთი რაღაცა მადლობა Black Eagles პატივისცემა გიგის და მის გუნდს კარგი გუნდი არის ძალიან და რა თქმა უნდა lock and choke baby let's go ეს მინდა რომ ჩემი გამარჯვება ჩემს ძმას მიუძღვნა დაბადების დღეა მადლობა დიდი მადლობა შევასო ასეთი სანახაობრივებისთვის ასეთი თავდადებისთვის ძალიან მაგარი იყო ვასო თვალიაშვილი მეგობრებო ეს რა იყო ეს ლარიანი დამიბრუნებია სადა ეს კაცი პროცენტებს თვის ბოლოს გადავიხ კაი იყო ხა პირველი სუპერ ფაითი რა სიტყვით მეგობრებო როგორც გუშინ კონფერენციაზე შევკვირდნენ მეტი სისასტიკე გველი სამ მეჩაპში და მე მინდა ვიხმო პირველი გრეპლერი ორხან რახიმო ორხან რახიმოვი მომართება პიტისკენ ეს არ არის ჩვენ სუსტობი გამაგრეპლინგზე არაერთხელ უასპარეზია
და დღეს უკვე დაეჯახება სუპერ ფაიტში საკმაოდ რთულ მეტოქეს. ეს ორხანს დაუპირისპირდება გაბრიელ პარამია. ამორა ბევრი ისაუბრა პრესკონფერენციაზე იმასთან დაკავშირებით თუ რას გააკეთებდნენ და ერთი რაც ზუსტად ვიცი ორივე კვირდება სანახაობრივ ბრძოლას. ნახოთ ორხანი მზადა. გაბრიელი მზადა. საბა მზად ხარ? ვიჭიდა, ვიჭო! ორივე სიურპრიზებს კვირდება ორხანმა იმას არ ვიზავ რასაც ჩვენ ვიხმობ, ანუ არ დავჯდები გარჩიო და ეჩემ არ გავყვებიო იმ გზას რომელსაც მიყვებოდი აქამდეო. და არ ღვია პირობა. არა ეს ის დაჯდობა არ იყო ხო. ხო, აი ნახოთ ახლა ჭიდაობა ალბათ გაბრიელთან არ იქნება ძალიან კარგი არჩევანი. ანდორკის აკადასტილოს არ გამოუვიდა ორხანს. უხასავით არის მარამია იგრევე მიდის ტეიქდაუნზე რაღაც ეფექტურ დებაზე ბატერფლაი კიკები აქვს ქონდა ორხანს წამოდგნენ ფეხზე თავის ისლემავს ორხანი თუ რა ხდება რა ვიცი არ უნდა გამოფხიზლება უნდა არჩაყვა რამდენჯერაც სადა რომ ჩაეულო ბარამიასთვის ხელი და ჩაეყვანა გარჩი ვერ მოახერხა მისი ჩათრევა. ბარამია თავისთავად ცდილობს რომ გასცდეს ორხანის გარცაც. გამოუვიდა ეხლა ამ წამს, მაგრამ ვერ შეძლო დისტანციის ჩახურვა ისე რომ მოუწია ფეხზე წამოდგომა. პროსტად მოუწია მიეცა შანსი ორხანისთვის რომ წამოდგარიყო ფეხზე. ფეხების განკონტროლებას ცდილობს რომ რამდენად გასცდეს ამ ფეხებს და საიდ კონტროლში ნორთაუს პოზიციაში აღმოჩნდეს არ გამოსდის. გაბრიელს სჭირდება რაღაც დონის კონტაქტი ახლა მის სტილი გვინახავს უყვარს ხოლმე ახტება გარცას უბრალოდ თავის ათლეტიზმს იყენებს ხოლმე ფეხზე წამოაყენა რეფერი საინტერესო რა გაფრთხილ რომ ის არ იქნება ცუდი ჩვენს პროგრამაში. შენი აზრით რა? ნუ ალბათ კონტაქტის რაიმე კონტაქტი ჭირდებათ რეალურად. სულ დისენგეიჯმენტი არ ხდებოდა. აი საფირმო ბარამია სპეშალი. ძალიან მომწონს ფიტი გრეპლინგისთვის. არანაირი საზღვრებს გაცდომა, რისეტი თავიდან დაწყება, გადავიდა. საერთოდ მოახერხა მაინც ორხანმა შემოტრიალება. გაცდა ის არა ვერ გაცდა მაინც ისა ბარამია უფრო შემტევია ხა ამ სიტუაციაში და როგორც ჩანს მას მიეცემა პირველს მას მეცემა შანსი რომ მაიღოს უპირატეს პოზიცია ხო ამ მომენტისთვის ხა ესე ჩანს რახიმოვი რიკავერიზე არის დამოკიდებული ჯერჯერობით ანუ ელოდება და მე გარდის ეს რიტენშენს აკეთებს თუმცა ბარამიაც ძალიან ახლო კონტაქტში არ შედის რეალურად და არ ცდილობს რომ კომიტის ეწოლა დაადოს რეალურად ხო ოვერანდერები უნდა ეძებოს და მე უკვე იქიდან ზევიდან შანსი იქნება რომ ზევიდანაც გადავიდეს ბევრ ენერგიას ხარჯავს ბარამია და ეს ბრძოლა შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს როგორც წინა სუპერ ფაიტში ნახეთ არ ვიცი რამდენად ჭკვიანურია ხა ეს ცოტა ენერგიას ხომ არ უნდა უფრთხილდებოდეს ორხანი თავის შანსს ელოდება ეხლა შესაძლებლობას
თავის თამაში წამოიწყოს ჯერჯერობით ბარამი აქტიურობს ისევ და ისევ დატრიალდა ბარამია, მაგრამ ფეხს არა ვერც ოთხმა აიღო. კარგი ამ ტრიალის ნახვა. გვინდა საბმიშენები. ახლა კონტაქტიდან რაღაც პოზიციური ჭიდაობა, ეს რეალურად არის ერთი ასპექტი, ხო, რაღაც გარდის გაცდენის ცდელობა. ფეხზე დააბიჯა რაღაც მომენტში ბარამიამ და გაუშვა. უფრო დაადოს ეწყო ახლა ბარამიამ თუ უნდა რაიმე შექმნას და ასევე ორხანო ცდილობდეს რომ ახლო კონექშენის შექმნას რომ ვერ დაცილდეს მე უკვე ბარამია ეხლა არ გონი აზრი კონდეს ორხანის განაქტიურებას და ენერგიის დახარჯვას იქნება გამომდინარე რომ უკვე ბარამიას მისცემენ სავარაუდოდ უპირატესობას საჯარო ეხლა აქვს განცდილება ბარამიას რომ ბოლო საბოლოო ჯამში დაიმსახუროს რეალურად საკმაოდ აქტიური და დაძაბული როთაბძოლა იყო თუმცა მიმართოთ ამ საჯებს ის მიცემენ უპირატესობას საჯებს მიმართა ვისია უპირატესობა გაბრიელ ბარამიას მიცეს საჯების უმრავლესობა გაბრიელი იღებს უპირატეს პოზიციას გითხრათ არ მესმის მოგონდა მეცად ორხანისთვის ამ სიტუაციაში პროტესტო ხო გარდის რიტენშენით არ მესმის რა მაინტერესებს მიზეზი ხო უბრალოდ ანუ გარდის რიტენშენი არის უბრალოდ ის რომ შენ ვერ გაგცდენ გარდს და რაღაც საშიშროება რაღაც დონეზე მაინც შეიძლება სამი შენის საშიშროება ვერ შექმნა მაგრამ შექმნა ასე ვთქვათ სვიპის საშიშროება ну კი ბუნებრივია ხა არც რაღაც დონეზე არც გაბრიელის შეტევები არ იყო ჩემს ამ ვთქვათ იდეალური ყოველ შემთხვევაში რა იმიტომ რომ უფრო მეტ პრეშერს მოველოდება თუმცა უფრო მეტი ალბათ მაინც ბარამიამ გააკეთა ამ შემთხვევაში ეხლა ახლოს არის ოთხარი გამოძრომასთან ამ სიტუაციიდან გამოძრომ გამოძრა ორხანა 59 წამზე რაც ნიშნავს რომ მისი ჯერია ზოგის აგრის იღებს ორხანი ზურგს ეხლა ნახოთ ბარამია თუ შეძლებს გამოძრომას ამ სიტუაციიდან ორხანი ჯერჯერობით კონტროლზე აკეთებს აქცენტს თეძოებით სამკუთხედის ჩაკეტვა ერთ ერთმა ვერ მოახერხა თემო თუ წინა დაპირისპირებაში ორივე ახერხებდა სამკუთხედის ჩაკეტვას აქ ბარამიას წუთიდან 6 წამი მაგრამ ამას რა აზრია მთელი ხანი ჭიდაობთ ისევ ხო ეგრე გამოდის ეგრევე არბარებზე ხო არ გადავიდეთ თუ ისევ კიდე ერთი ბექთეიქი და თუ არ დამთავრდა მერე იყო სამბარები კი ბატონო ჩვენი წესები იხვეწება ჯობესდება და ერგება მაქსიმალურად იმას რომ სანახაობრივი იყოს თქვენთვის რა თქმა უნდა ჩვენი მაყურებლისთვის გრეფლი და სულ უფრო მეტმა ადამიანმა ისიამოვნოს აი ამ ჭიდაობით და სპორტით რომელიც ძალიან ბევრს გვიყვარს ამით რეალურად ხავ
გამოძრავია რა? ჩემი გემოვნებით გამოძროლა. ზურგიდან თერთულგარდამდე ხელები აქვს შეიძლება. რა რეალურად ამ ბექთეიქის ახლიდან აგებას ცდილობს რა, ანუ სამსად გამოძროლა. ისევ გამარჯობა ორხანი. კიდევ ვცვლით იგივე პოზიციას. ამჯერად ორხანი იღებს ზურგს. წუთ ნახევარი ეძლევა რომ დაამთავროს საბმიშენი. ხალხანის ჯერია ესე და ესე. გონგი ძალიან. აი ხო შეკრა სამკუთხედი ორხანმა, ცოტი ნუ ღია არის. ღრმა არ არის, მაგრამ ნუ ცდილობს ყოველ შემთხვევაში. რაც ოდნავ უკეთესი კონტროლის შანსს მისცემს. აღებული არა ის ხელით ხედავთ ორივე ხელით ბრძვის ორხანის მარცხენა ხელს ახლა გაბრიელ ბარამია და მეორე ხელის შეცურებას ცდილობს ორხანი ვერ ტრიალდება მისკენ ჯერჯერობით ბარამია 56 წამი აქვს დრო ორხანს მაგრამ შემოუტრიალდა და გამოძრა სიტუაცია გამოძრა გადავიდეთ სპაიდეროებზე ბატონები არჩევანის საშუალება მივცეთ? თუ რა თქვენ თვითონ აირჩიეთ სპაიდეროები ან ბექთეიქი? რაღაცებს იგონებს მას. სპაიდეროები ბექთეიქი 100 კმ/სთ-ში ხრებით. 100 მილი. კილომეტრები 100 ხელის გახსნაზე მუშაობს გაბრიელ ბარამია. შეგახსენებ თუ მოახერხა მას ამ მიშენის აკეთება. მე რო ხანს მაინც მიეცემა შანსი. და წამები დრო შედარდება ერთმანეთთან. გამოძრა ორხანი. ახლა კი ორხანი ირჩევს ისევ სპაიდეროები თუ ბექთეიქი. მთელი ღამე შეუძლიათ ამათაც. ოდი ნოკაუტებით წავიდეთ. Power slam. Power punch. თუ მაესტრო იგონებს წესებს, რატო არ შეგვიძლია თემ ჩვენ? სლემებით დემოკრატია მეგეთ. სლემებით წავიდეთ. რომელი? ეს გაუგზავნა ძალადობა ვარჩი. I chose violence. ხელებს კეტავს ბარაბია. ხან ჩატოვა რაღაც. სლემის დროა. არა ხაი მაგის საშიშროება ეგ არის ზუსტად რომ ხელი გაგიხსნება და ბრავო. ეფექტური სლემი მაგრამ ორხანმა შეძლო. წარმოიდგინე ორხანმა თუმცა მაინც დაამთავრა საბმიშენი. ძალიან მაგარი ორთაბრძოლა იყო. შერკინება უბრალოდ აპლოდისმენტები ბიჭებს. ხელი ჩაკეტილი. აიო, გაიგალე თუ რა ხდება? ხმაური გვინდა ბიჭო! მაშასე ამ შერკინებაში მეექვსე დამატებით დროში ანბარით გამარჯვებულია ორხან ახიმოვ. არა უშავს ზოგჯერ სლემის შემთხვევით კარგად დამთავრდება, ზოგჯერ არა ამ ბრძოლაში გამარჯვებული. ძალიან მაგარი იყო. გაბრიელ ბარამია გავაცილოთ აპლოდისმენტების ჩეხაკუხილი. ორხან ძალიან მაგარი იყო, ძალიან კაი და თანაბარი შერკინება იყო. შენ როგორ შეაფასებდი შენს მეტოქეს და შენს თავს? პირველ რიგში მადლობა გაბრიელს. ძალიან მაგარი ბიჭია, მაგარი მოჭიდავეა. დღეს მაგას ვაჯობე ჩემი გამოცდილებით. ძალიან გაბის კიდე დაელოდეთ მოგვიდეთ ამ არენას ძალიან მაგარი ბიჭია. და შეეხება მე
ბევრი ვიშრომე ჩემი წვრთნელი პაველ ზაიცევი აგერ და რა თქმა უნდა დღეს ჩემი წვრთნელი მეორე წვრთნელი მეორე მხარეს არის ნიკი მოკლედ სად ვიყავი რა ვიცოდი რა სტილზე მომიწევდა ბრძოლა შევინარჩუნე სიმშვიდე არ ვიჩქარე ვიცოდი ფეთქებადი ძალა რო აქვს მოკლედ კარგი იქნებოდა უფრო მალე რომ დამესრულებინო მაგრამ თავარია შედეგის მივახციეთ იცი გაბრიელმა დანაპირები გააკეთა რაღაც მომენტში შემეშინდა რომ მეთქი იქით ხო არ გაგდებს თქო მაგრამ მაღლა გიყვანა და იქიდან გადმოგიშვა WWE შეგვპირდა და შეასრულა შენ სუპლექსი რატო არ გაგვიკეთე რომელიც შეგვპირდი მე ვიცოდი რომ გავი რაღაც მომენტში ამწევდა და ფრენა მომიწევდა მაგრამ ვიცოდი რომ უნდა შემენარჩუნებინა ხელები სადაც მაქვს რომ ფინიშამდე მისულიყავი მადლობა დამსწრე საზოგადოებას იმედია მოგეწონათ მატჩი მოგოწონა ორხან მოგოწონა მადლობა შესანიშნავი ვილოცოთ ორხან რახიმოვ მეგობრებო გამარჯვებული ორხან რახიმოვი ეხლა კი გადავდივართ გავაცილოთ აპლოდისმენტები ლუკა კვარაცხელიას ჯიცერ ლუკასა და გიორგი ჭავჭავაძეს შორის მაშასე მე მიუხედავად იმისა რომ ბევრი ასე ვთქვათ გამოცდილი ჯიცერის და გრეპლერის გადმოსახედიდან ეს მოდინი არ არის რომ იყოს რაღაც მაღალ დონის ტექნიკური შეჯიბრი თუმცა მე პირადად ამ შერკინებას ყველაზე მეტად ველოდებოდი ამ ხალხმა დანერგეს ჯიუ-ჯიტსუში ტრეშ-თოქი შეიძლება ასე ითქვას მაშასე პირველი გრეპლერი Yeah baby Luka ჯიცერი კვარაცხელია ჯიცერი ლუკა შემოვიდა აბას პიცე ზამაგავია და მისი მეტოქე გიორგი ჰანტერ ჭავჭავაძე სიურპრიზები უკვე დაიწყო მოხვიდეო უთხრა კვარაცხელიამ და გით შემოვიდა იქ სადაც კი არ ჭირდებოდა ჭავჭავაძე მიყვარხარ სიგლეტი წაქს ბიჭო უმაგლეს ამის კაშნა Yeah baby ჭაჭა ლუკას ჩინაზე გამოვიდა პერსონალური ტრიკოტი ლუკა კვარაცხელიას და გიორგი ჭავჭავაძეს აქო მადლობა მინდა მოუხადო ყველაზე სახალისო ბიოგრაფიისთვის და მოსამზადებელი პერიოდისთვის რაც გრეპლინგში ქონია და ეხლა მე გადავიდეთ საქმეზე ლუკას შეგიძლიათ თავის YouTube არხზე და თავის TikTok-ზე ნახოთ ჯიცერი ლუკას სახელით არის ორივეგან ჭავჭავაძე კი მუშტიკებში მას აუცი ძალიან მაგარი ბრძოლები აქვს შეტანებული მხოლოდ ერთი შემიძლია ეხლა შემოვთავაზოთ ბადურას სტოუნერ ბადურაშვილისა და ჭავჭავაძის ჯახი एकदम ლეგენდარულად რჩება თვითონ ზურგით მისვლა არ არის კაი იდეა ზოგადად ხო უფრო გამოსტილი ჯიცერი ვიტყოდი რომ გახლავთ ლუკა ამ შემთხვევაში ხო რა თქმა უნდა წლებია ვარჯიშობს ლუკას შევხვდი 4 წლის წინ ლეგიონში მეორე თუ მესამე ვარჯიში იყო მისი დარბაზში ზოგადად. ეხლა დღეს ის წარმოადგენს უკვე გრეპლ სტრიტს. მაშინ იყო პატარა ბავშვი რაგბიდან ახლა წამოსული და დასულა. მოცელა ეხლა ნახოთ ჭავჭავაძის უნარები.
გასწავლოს რომ ახლა მეორე მარჯვენა ხელი შეუფიქოს ჭავჭავაძე საკმაოდ კარგი კონტროლი იქნება ეს მისთვის. რეალურად შეუძლია რომ გამოძრეს არ აქვს ჭიდრო კონტროლი ახლა მარაცხელიას მაუნციაზის კერძოზე გაატრიალდეს და ერთ-ერთი ხარი უნდა აირჩიოს სადაც წავა ჰიპესკეიპით. უკაზე ერთი რაც შემიძლია გითხრათ ძალიან ძლიერია ფიზიკურად, აი მურად ბიჯანი აქვს მას და საკმაოდ რთული ამისი აუტიდან მეშორება. ზოგადად მასთან ჯარი გაუგრა და ტექნიკაც ძალიან კარგად აკრიფა მან თემ წლების განმავლობაში ძალიან დიდი მომდევნობით ვარჯიშობს ის ქმნის კონტესტ ჯუჯიცუზე MMA-ზე და აყვარებს ამ სპორტოს ხალხს. გადავიდა, გაცდა, ხომ არ დაკარგა კონტროლი ხა კვარაცხელია. აი დაკარგა ახლა პოზიცია, იჩქარა ცოტათი. და ჭავჭავაძე ხალხზე თამაშობდა დასუფეს. ეგ არის, ვერ მოადუნებ ყურადღებას გამას პიჩი. ფეხი უნდა გამოიტანოს, შანსი იქნება ადგეს, მაგრამ გვიანია ეს გარდი დათმო ისევ ჭავჭავაძემ. ხელების იზოლირებას აკეთებს კვარაცხელია ახლა. და დაანებდა ამხوارეთკინი. გავიგებ კარგად. აპლოდისმენტები მეგობრებო. ჩვენ დავინახე ზუსტად კამერების მიზეზს. უპირველეს ყოვლისა ბიჭებს უდიდესი მადლობა ასეთი შოუსთვის. აპლოდისმენტები. გამარჯობა პროგრამას. ლუკა კვარაცხელია, გიორგი ჭავჭავაძე. ჭავჭავაძე იწოს საშამი გზადის. შანსები არ გონია იყოს იმის რომ ლუკა მუსიკაში ამ შერგინებაში გამარჯვებულია arm triangle. ხო სწორად დავინახე არა? ვერ დავინახე ესე. Mother's milk. Buttons. Mother's milk. This submission და საბიტა ლუკა კვარაცხელია გიორგი ჭავჭავაძე. დიდი მადლობა ძალიან მაგარი შოუსთვის ბიჭებო. სიყვარული და სანამ შენთან გადმოვალ სიტყვით ორიოდე სიტყვა მინდა გიოსო ათქმევინო. მოგესალმებით უყურას. ლუკა მადლობა დიდი როგორც კი. დიდი გამოცდილება იყო ეს შემთხვევით MMA-ის ბაზა. მე ჭიდაობა გამისტორდა. კлау დაბრუნდები. კოსტა მაიკან და მახშოვ წვეჩი. ხო. დღევანდელს რაც შეეხება დედაჩემს აქვს დაბადების დღე რა. მე ჩემი კომფორტის ზონიდან გამოვედი და აქ ვარ, აქ ვდგავარ. რეზულტატის მიუხედავად დედაჩემი ჩემი თამაყობს, იმიტომ რომ მე ჩემი მიზნებისთვის ვიბრძვი და ყველას მოგიწოდებთ ამისკენ, რომ იბრძოლოთ თქვენი მიზნებისკენ. 5 წელია კაც ჯიუჯიტსუს გამოცდილება, გამოვედი და მე ბრძოლი კაც დაუდექი, ასე რომ მე თუ შემილია რომ ესეთი მაგარაღაცები გავაკეთო, რომ ჩემზე ძლიერებს დაუდგე, ყველა შეუულია, ასე რომ მე მომზადები და დავუბრუნდები. და ხო, რა შეეხება ჩემი გრაპლინგზე ეს პირველი ფეხის დადგმა იმით არის გამოწვეული რომ MMA-ის მინდა მივხედო. ასე რომ ლუკასგანაც ავიღებ ხოლმე გაკვეთილებს და ვივარჯიშებთ იმედია ერთად თვითონ წინააღმდეგი არ იქნება. აპლოდისმენტები. დიდი მადლობა. გავაცილოთ გიორგი, აპლოდისმენტები. და კიდევ ერთხელ მიულოცოთ ლუკას. და მოусმინოთ მას. პირველ რიგში რა გულშემატკივრობა იყო, აი მადლობათ მეგობრი. აი ვერ წავაგებდი, აი 4 კაცი გამოვიდა ეგრევე. პირველში მადლობა გამართა გიორგის რომ მომეწეჭა შეძლება. თინა მადლობა რომ მოხვედი. ჩემი შეყვარებულია თინა. ხო, რაც შეეხება ერთი რაღაც მინუტქო, აი ხა ვიცი რომ ბევრი კომენტარი იქნება რომ მე უფრო მძიმე ვიყავი ვიდრე იყო გიორგი. ამიტომ მინდა ხო არა ეგრეთ სწორიც არის და
ამიტომ მინდა ერთი რას შეთავაზება გავუკეთო. ერთ კაცს, რომელიც ჩემზე გაცილებით მძიმე იქნება და ორ თვეში თებერვალში და მარტში აირონ ლაშას ვიწევ გამასპიძე. ლაშა თუ ხარ მზად ჩემოძმაო პარტში, აი აქ ვიწიდაოთ მედაში. Let's grapple. აირონ ლაშა გამას მაყურებული. ძალიან მაგარია. რას ფიქრობ, მეგობრებო, დაწერეთ. გავაკეთოთ თუ არა ეს შეჯიბრი ორ თვეში, ხო? ლუკა, მე შეკითხვა მაქვს, როგორ შეაფასებდი ზოგადად გამასპიც შენს მეტოქეს და რა თქმა უნდა, შენი თავით როგორი კმაყოფილი ხარ? გამასპიტი ალბათ საგრეპლინგო შეხვედრებისთვის ყველაზე კარგი არის, იმიტომ რომ გაიზულებს აქტიურობას, გაქცევას, ვერ გადაგაგდებენ ვერსაც სულ თამაშში გიწევს ყოფნა. მე ძალიან მომეწონა, გიორგის მაყოფილი ვარ, მადლობა მაგბიცო ჯერ დამთანხმდა. საკმაოდ ისეთი ბიჭიშას, ანუ მე კი რატოაცია კიმონო, მე გასაგებია, ჯიგარია ძალიან. უბრალოდ დაიღალა მე რა, ეგ იყო მაგბიჭის პრობლემა ამ მატჩში. ხო, პიტი გადასარევი, გამოს გადასარევი, ხალხო, მადლობა, ამდენი კაცი. როგორ გუნდააკიობდი, ჯიგრები ხარ და მანცი აირონ ლაშას ველოდები აქ. მადლობა დიდი. რაო პარაკელია, კარგი ხოლაოთი კარგი გამარჯვება. მე მგონი ძალიან მაგარი წლის გახსნა გამოგვივიდა. ჩვენ მხოლოდ ვიწყებთ, მეგობრებო. Let's go! ერთ კვირაში უკვე მუშტებზე შევხვდებით. ამიტომ ვიჭიდაოთ, ვიჩხუბოთ იტოქში. წავახაროთ რა. ძალიან მაგარი ივენთი იყო. სულ ეს იყო. აუ ეხლა ვერ დაგასაბმიშენებ, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ეს იყო გამა გრეპლინგი, გამა ფაით ჰოლიდან ქსნის 2 ნომერში. ყოველ კვირა შეგიძლიათ ნახოთ მუშტიკრივი MMA გრეპლინგი Road to Gamma. შემდეგ ივენთ გვექნება 14 თებერვალს, გრეპლინგის კუთხით 24 იანვარს. არ დაგავიწყდეთ ბერნაკლი, რევენანტი, გამა რევენანტი. დღეს თქვენთან ერთად ტრადიციულად უკვე თეო მამაცაშვილი და გიორგი ბუჩუკური ვიყავით დროებით.